პარიზში აღმოჩენილი დღემდე უცნობი ფოტოარქივი. საქართველოს 1897-1903 წლებში როგორი იყო ჩვენი ქვეყანა საუკუნის წინ. ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და დავით სარაჯიშვილის მეგობრის ბარონ დებაის მოგზაურობა საქართველოში და ასეულობით უნიკალური ფოტო. თედო სახოკია, ექვთი მეთაყაიშვილი, ნიკო დადიანი და სხვა ცნობილი ქართველები ფრანგი ეთნოგრაფისა და არქეოლოგის ობიექტივში. საქართველოს კუთხეები, საუკუნის წინ აფხაზეთში გადაღებული 100 ფოტო. ფოტოები, რომელსაც საქართველოს დღემდე არ იცნობდა. ვახოსანაიას რეპორტაჟი პარიზიდან, ბარონი დებაი და საქართველო. მოგესალმებით საფრანგეთიდან. დღეს რეპორტაჟს პარიზიდან შემოგთავაზებთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კებრანლის მუზეუმთან, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია საფრანგეთში. ეს მუზეუმი ერთი დღით ქართველების თავშეყრის ადგილი გახდა. აქ ამ მუზეუმში რამდენიმე წუთში დაიწყება პრეზენტაცია ერთობლივი პროექტისა, რომელიც ითვალისწინებს უნიკალური ფოტოარქივის ციფრული ვერსიის ქართული მხარისთვის გადმოცემას. დღეს ბარონ დებაის, რომელმაც 1897-1903 წლებში იმოგზაურა საქართველოში, მისი ფოტოარქივის უნიკალური კადრების გადმოცემა მოხდება ციფრული ვერსიის, როგორც გითხარით, ქართული მხარისთვის. ამ ფოტოებში თქვენ იპოვით ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ფოტოებს, ასევე აფხაზეთში, სხვადასხვა კუთხეში და მათ შორის აფხაზეთში გადაღებულ 100-მდე ფოტოს. მაშასე, ჩვენი გადაცემა ბარონი დებაი და საქართველო. Aussi souligner l'ensemble des... Am ხელმოწერით პარიზში აღმოჩენილი ასეულობით ფოტო საქართველოში მოხვდება. უნიკალური კოლექციის ციფრულ ვერსიას თბილისში ჩამოიტანენ. ფოტოები ბარონმა დებაიმ საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაიღო. ფოტოარქივის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ თბილისიდან ჩამოსული ქართველი მკვლევარები. მათ შორისაა ანა ჭეიშვილი, რომელმაც განათლება საფრანგეთში მიიღო. სწორედ მან მიაგნო ბარონ დებაის კოლექციას პარიზში. კებრანლის მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას სწორედ ანა ჭეიშვილმა გააცნო პირველად უნიკალური ფოტომასალა. მისი ფრანგი კოლეგა კი ქართულ მხარესთან მუშაობის დეტალებს გვიყვება. ანამ გადაწყვიტა მუზეუმისათვის ფოტოკოლექციის შესწავლის უფლება ეთხოვა. ჩვენ თანამშრომლობდით იმისთვის, რომ ეს კვლევა ერთად გვეწარმოებინა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და კებრანლის მუზეუმის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დახმარებით. ანა მოვიდა და 3 კვირა გაატარა მუზეუმში. ყოველდღე მუშაობდა, რომ შეესწავლა ეს კოლექცია, რომელიც 1300-ზე მეტ ფოტოს მოიცავს. ამ ფოტოებს შორის მან გამოყო 540-ზე მეტი ფოტო, რომლებიც საქართველოში იყო გადაღებული. ანამ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო კვლევის გაგრძელება, პიროვნებებისა და ადგილების იდენტიფიცირება. ის დაბრუნდა საქართველოში ამ განძით და დღემდე განაგრძობს მასზე მუშაობას. კებრანლის მუზეუმი ერთ-ერთი უდიდესია საფრანგეთში. ის რამდენიმე მუზეუმის გაერთიანების შედეგად შეიქმნა 2006 წელს. ამავე წელს მუზეუმმა შეიძინა ბარონ დებაის ფოტოკოლექცია აუქციონზე. ფოტოებს თუ ასეთი დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, თავდაპირველად თავად მუზეუმის თანამშრომლებიც კი ვერ იფიქრებდნენ. ჟოზეფ დებაის კოლექცია შედგება 14 ალბომისგან. მუზეუმმა ის შეიძინა დაახლოებით 5 წლის წინ, 2006 წელს აუქციონზე. ამ კოლექციამ ჩვენი ყურადღება მიიქცია, რადგან მოიცავს ბევრ ზუსტ და კარგად დოკუმენტირებულ ფოტოს, რომლებიც რუსეთის მრავალ რეგიონს ეხება. კოლექციის შერჩევისას ყოველთვის კონკრეტული მიზანი გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ავტორი და ამასთანავე ჩვენს მუზეუმში არის დაცული ამ მკვლევარის მიერ შეგროვებული ნივთები. მაშასა და მე, როდესაც ვნახეთ, რომ კოლექცია წარმოდგენილი იყო აუქციონზე, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა მისი შეძენა და ჩვენ მართლაც შევძალით ეს. სხვათა შორის იმ მაქსიმალურ ფასად, რომელიც გათვალისწინებული გქონდა. ფოტოარქივის ქართული მხარისთვის გადაცემაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საელჩო. ძალიან დიდი გაქანება აქვს ამ ბოლო დროს კებრანლის მუზეუმს. ის გაიხსნა პრეზიდენტ შირაკის მიერ, მისი ინიციატივით და მისი ნათლობით, ასე ვთქვათ. საერთოდ საფრანგეთის პრეზიდენტებს აქვს ესეთი ტრადიცია, რომ ყოველმა პრეზიდენტმა თავისი ვადის განმავლობაში ერთი დიდი მუზეუმი, ან კულტურული დაწესებულება უნდა გახსნას, რომელიც მის სახელთან იქნება მე დაკავშირებული. და როცა შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთმა ქართველმა მკვლევარმა აღმოაჩინა ეს
ფოტოები გაკვირვება საკმაოდ დიდი იყო ყველასი, იმიტომ რომ იმდენად დიდარი კოლექცია ამაზე ბევრს არ გავაგზავნე. ბარონ დე ბაის ფოტოების პრეზენტაციას ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ ფოტოარქივმა ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ შორის იყო გენერალ გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი ნანო კვინიტაძე. 120 წლის წინათ იმოდენა სურათები გადაიღო. იმ დროს არ იყო როგორც დღეს თქვენ აიღეთ 2 ან 3. ძალიან ძნელი იყო და ალბათ ტექნისიან იყო ეს ბაღობაი, არა? ბევრი ფოტო როგორ ეს კაცი მიდიოდა იქით, აქეთ და რატ არ ვიცოდი, რატომ დაინტერესდა საქართველოზე. იმიტომ რუსეთში იყო და სიმბირში, არა? და უცბად რაღაც მოეწონა საქართველოში. ბარონ დე ბაის ფოტოები, ეს ისეთი ხიბლია იმ ეპოქის საქართველოსი, არა ყველა ჩვენ ხა ალბათ ერთი ემოციით ვართ გამსჭვალული. ჯერთი შესანიშნავი პეიზაჟები, დასავლეთ საქართველოსი, გურია, აფხაზეთი, ულამაზესი პეიზაჟები. და მე ადამიანები, როგორი ლამაზები, როგორი მოხდენილი, როგორი პლასტიკა არის აი ამ ცეკვაში. თითქოს ცოცხლად უყურებ ამას. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფოტოს საერთოდ ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ აი წუთიერ ატმოსფეროს გადმოსცემს, როგორც არაფერი სხვა რა, ფოტო ხელოვნება დიდია. და მით უფრო იმ ეპოქის და თანაც ისეთ პიროვნების, როგორც იყო ბარონ დე ბაი, ეს ძალიან ფასეულია, ძალიან საინტერესოა და მე მგონი აქ ბევრი ფრანგი მოვასანახავად ამ გავლენას და ძალიან კარგი შედეგი ეწება. ფრანგულ-ქართული პროექტის ქართულ მხარეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბარონ დე ბაის შესახებ ძირითადი ცნობები საქართველოში სწორედ ამ ცენტრშია თავმოყრილი. ამ ციფრული ასლებით ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს მოვაწყოთ დიდი გამოფენა საქართველოში, სადაც ყველა ნიმუში იქნება წარმოდგენილი. ეს არის პირველი ეტაპი. ამის პარალელურად ცხადია მოხდება ამ ფოტოების იდენტიფიცირება, პიროვნებების იდენტიფიცირება, რაობის განსაზღვრა, ისტორიული ადგილების, ძეგლების შესაბამისად ფრანგულ მხარეს ექნება სრული კატალოგი ამ ფოტოების, რაც ქართველ მკვლევართა გარეშე საკმაოდ რთული იქნებოდა. შემდეგ ეტაპად მესახება ეს ალბათ დარწმუნებული ვარ გამოფენას ექნება ძალიან დიდი რეზონანსი და შესაბამისად შეგვეძლება შემდეგ ახალ ეტაპზე გადავიდეთ. ძალიან კარგი იქნება ამ ფოტოების ერთ დიდ ალბომად გამოცემა. გამოფენისთვის თბილისში უკვე ემზადებიან. პროექტის პარტნიორია ჟურნალი მოდი თუ ჯორჯია. გამოცემის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ბარონ დე ბაის ფოტოები საქართველოში დიდ ინტერესს გამოიწვევს. Это такая история. Вообще мы не хотели делать. ეს უცნაური ისტორიაა. ჩვენ სიმართლე გითხრათ, არ გვინდოდა გამოფენის მოწყობა. გვინდოდა დაგვებრუნებინა ეს ფოტოები საქართველოში და გამოგვეცა წიგნი, რომელშიც შევიდოდა ბარონ დე ბაის გადაღებული ყველა ეს ფოტომასალა. მაგრამ რადგან ფრანგული მხარე ამ ჩვენს სურვილს ცოტა მძიმედ მიუდგა, შემდგომ წარმოიშვა გამოფენის იდეა, როგორც ალტერნატივა. გამოფენა ეს იყო მცდელობა რამენაირი ფორმით მოგვეპოვებინა მასალები, ასე რომ ეს იდეა სპონტანურად დაიბადა, მაგრამ დღეს უკვე გამოფენა რეალურ სახეს იღებს. საქართველოში აღელვებს დაინტერესებთ წარსული, ისტორია, ამიტომ ქართული საზოგადოებისათვის ეს მართლა საინტერესო იქნება. მით უმეტეს რომ ბარონ დე ბაის აქვს უნიკალური სესია, რომლითაც ახლებურად შეიძლება დავინახოთ ქართული ეროვნული სამოსი. გამოფენა საქართველოში სავარაუდოდ 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ფოტოკოლექციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პარიზიდან 130 კილომეტრზე, ბაის კომუნაში. სწორედ აქ, ამ დიდებულ სასახლეში ცხოვრობდა ბარონი, რომელიც ამ ტერიტორიიდან გაემგზავრა რუსეთის იმპერიაში, შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, რომელიც მაშინ იყო სწორედ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. რა კავშირები დაამყარა საქართველოში ბარონმა, ვისთან მეგობრობდა, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. ბარონ დე ბაის მოგზაურობა საქართველოში. ჩვენი რეპორტაჟის მომდევნო ნაწილი.
ბარონი დებაი, ანუ ბაის ბარონი დაიბადა 1853 წელს. მისი ნამდვილი სახელია ჟოზეფ ბერტლო, მაგრამ ყველა იცნობს როგორც ბარონ დებაის. მას ეს ტიტული მემკვიდრეობით ერგო. საფრანგეთის სამეცნიერო წრეებში მას ყველა იცნობდა, მაგრამ მისი ბიოგრაფია და სამეცნიერო მუშაობა ბოლომდე შესწავლილი არ არის. იყო მეცნიერი, არქეოლოგი, ანთროპოლოგი და ეთნოგრაფი, რომელიც მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონგრესში. იგი ასევე დიდი კოლექციონერი და მოგზაური იყო. გადავდივართ მისი ცხოვრების იმ მონაკვეთზე, რომელიც რუსეთის იმპერიაში მოგზაურობას ეხება. 1892 წლიდან ბარონი თავის მუდმივ საცხოვრებელს, ამ ულამაზეს ადგილებს ტოვებს და შორეულ იმპერიაში მიემგზავრება. 1897 წელს ბარონი პირველად ჩამოდის საქართველოში. ფრანგი მოგზაური მეგობარმა, საიმპერატორო კართან დაახლოებულმა გრაფმა სერგეი შერემეტიევმა მოიწვია ჩვენს ქვეყანაში. ბარონი თბილისისაკენ სამხედრო გზით შემოვიდა. ეს ყველაფერი თავისავე ფოტოებში ასახული. ბარონი იმდენად დაინტერესდა საქართველოთი, რომ სამშობლოში დაბრუნებულმა წერილი გაუგზავნა სახალხო განათლებისა და ხელოვნების სამინისტროს და როგორც არქეოლოგმა კავკასიაში ოფიციალური მივლინება მოითხოვა. ეს რეგიონი კავკასია ერთგვარად ახალი სამყარო იყო დასავლეთისათვის, ახალი სამეცნიერო ინფორმაციის დასავლეთში მოქცევის საშუალება იყო მათი მოგზაურობა და ბარონ დებაი ამას როგორც თავისი პუბლიკაციებიდან და ფოტოებიდან ირკვევა, საკმაოდ კარგად ახერხებდა. ის როგორც ჩანს იყო ძალიან პრაქტიკული ადამიანი, იყო ძალიან კომუნიკაბელური პიროვნება, მეგობრობდა ძალიან ბევრ ცნობილ ქართველთან. როგორც ჩანს, მაშინდელი წერლები, საზოგადო მოღვაწეებიც ხედავდნენ აი ამ ასეთი მოგზაურობების მნიშვნელობას. ეს იყო საშუალება საქართველოს შესახებ, ქართული კულტურის შესახებ, საქართველოს ისტორიის შესახებ, ობიექტური ინფორმაციის დასავლეთში გატანის. ამის საშუალებები მაშინ ცხადია შეზღუდული იყო და ვფიქრობთ ბარონ დებაისთან პიროვნული სიახლოვე და მეგობრობა ილიასთვის, აკაკისთვის, თედო სახოკიასთვის იყო ამავდროულად საშუალება დასავლეთისთვის გაეცნოთ ქართული კულტურა. ბარონმა საფრანგეთის მთავრობისგან თანხმობა და ოფიციალური მივლინება მიიღო. 1897 წლიდან 1903 წლამდე დებაი ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში. პერიოდულად გზავნის ანგარიშ სამშობლოში. თავის იმ დროისათვის მაღალი დონის კოდაკის ფირმის ფოტოაპარატით მოგზაურობს საქართველოს კუთხეებში და იღებს უამრავ ფოტოს. აკეთებს ჩანაწერებს საქართველოს შესახებ. ბარონის წიგნებში საინტერესოდ არის დანახული მაშინდელი საქართველო. ტექსტები ქართულად ითარგმნა და უკვე გამოსაცემად მზადდება. 1898 წელს გამოდის მისი პირველი წიგნი, ეს გახლდათ საქართველოში. ამის შემდეგ მომდევნო წლებში იგი უკვე აქვეყნებს შემდეგ წიგნებს, ეს გახლდათ კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედის სამხრეთით. შემდეგ 1900 წელს იგი გამოცემს თბილისი, გახლდათ ესეთი წიგნი სათაურით და ამის შემდეგ არის იმერეთში და ბოლოს აფხაზეთში. თავის ნაშრომებში მოტანილ ენათმეცნიერულ, ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ ფოლკლორულ მასალა, რომელიც მოტანილი აქვს მას, ეს მხოლოდ ის არ არის, რომ დაუშვათ მხოლოდ მასალა ქონდა მოტანილი, არამედ მას აქვს ასევე მათი მეცნიერული გაანალიზების ცდა და თავისი მოსაზრებები აქვს გამოთქმული ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ დღემდე მისი წიგნების სრული ქართული თარგმანი არ გამოქვეყნებულა და მინდა გითხრათ, რომ მე მხვდა ბედნიერება ამის გაკეთების, იმიტომ რომ მე მუშაობდი დიდი ხნის წინათაც ეს ფრანგულ-ქართულ კულტურულ ურთიერთობებზე და მქონდა შეხება სწორედ აი ბარონ დებაის ნაშრომებთან და თითქმის დასრულებულია უკვე ჩემი წიგნების სრული თარგმანი, უკვე გადაცემულია გამომცემლობაში და ალბათ ძალიან მალე მკითხველი იხილავს მას. ბარონმა საქართველოს თითქმის ყველა მხარე მოიარა: კახეთი, ქართლი, იმერეთი, გურია, აჭარა, სამეგრელო, აფხაზეთი. მაშინდელი ქართული საზოგადოება და პრესა ამ მოგზაურობას დიდ ყურადღებას უთმობდა. დებაი მალე დაუახლოვდა ქართულ საზოგადოებას. მისი მეგობრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სარაჯიშვილები.
ის ფაქტი, რომ ბარონ დებაის შესახებ მასალა, მისი წერილები ინახება ისეთი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების არქივებში, როგორიც არის ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, თედო სახოკია, კირიონ საძაგლიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, მიუთითებს, რომ ეს ადამიანი ძალიან აღიარებული იყო მე-19 საუკუნის 90-იან წლების და მე-20 საუკუნის 20-იან წლების საქართველოში. ძალიან საინტერესო ადამიანად აღიქმებოდა, ძალიან სასურველ და პოპულარულ ადამიანად აღიქმებოდა. დავით სარაჯიშვილს ჰქონდა ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ცნობილი ხელნაწერი, რომელიც წერეთლისეული ნუსხის სახელით არის ცნობილი. ამბობენ, რომ ეს იყო სამეფო წარმომავლობის ხელნაწერი, გამორჩეული ხელნაწერია ვეფხისტყაოსნისა და ამ მეცენატს სდომებია ერთი ძალიან პატივსაცემი სტუმრისთვის საჩუქრად გადასაცემად. 16 აყაიშვილს, რომელიც ძალიან დიდი ქომაგი იყო ქართული სიძველეებისა, დავით სარაჯიშვილისთვის უთხოვია ეს ხელნაწერი აღწერილობის მოსამზადებლად. ბუნებრივია მიუღია სარაჯიშვილისგან. რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთ ივერიაში გამოჩენილა ასეთი სამადლობელი ხასიათის ინფორმაციული შენიშვნა, რომ ცნობილმა ქართველმა მეცენატმა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების არქივს შესწირა ძალიან ცნობილი, უნიკალური ქართული ხელნაწერი წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის ნუსხით ცნობილი. დავით სარაჯიშვილს სხვა რა დარჩენოდა თუ არა მიიღო ეს მისთვის სრულიად გაუგებარი, სრულიად მოულოდნელი ახალი ამბავი და პირი, რომლისთვისაც ის ამ ვეფხისტყაოსთან საჩუქრად ამზადებდა, ბარონ დებაი ყოფილა. იმ პერიოდში უცხოეთიდან ჩამოსული არქეოლოგებისათვის იმპერიაში მუშაობა იზღუდება. ამიტომ დებაი იძულებულია ეთნოგრაფი დაირქვას და ამ მიმართულებით დაიწყოს მუშაობა. ბარონი დებაი რჩება რუსეთში და როგორც არქეოლოგი და ეთნოგრაფი განაგრძობს საქმიანობას. 1905 წელს ბარონი კიდევ ერთხელ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ რევოლუციური სიტუაციისა და არეულობის გამო ქართველმა მეგობრებმა მოგზაურობისაგან თავის შეკავება ურჩიეს, მაგრამ ის რევოლუციას მაინც ვერ გაიქცა. 1917 წელს მოსკოვში იმყოფებოდა. დებაი დაუდგენელი მიზეზების გამო ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და ლუბიანკაზე ციხეში ჩასვეს. ამის შემდეგ საქმეში ტროცკის მეუღლე ჩაერია. დებაი გაათავისუფლეს. უკვე ხანდაზმული ბარონი დებაი ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ საბოლოოდ ბრუნდება შინ საფრანგეთში. რუსეთში ცხოვრებამ და განცდილმა უსიამოვნებებმა ის იმდენად დაღალა, რომ ყველანაირ მეცნიერულ მუშაობაზე აიღო ხელი. ბარონი დებაი 1931 წელს გარდაიცვალა. ახლა მის სასახლეში, შატო ბაიში, მარტოხელა ხანდაზმულთა თავშესაფარია მოწყობილი. ჩვენ კვლავ ვიმყოფებით ბაის კომუნაში, ეს არის სან-როკის სამლოცველო, სან-როკის სამრეკლო, სადაც დაკრძალულია ბარონი დებაი. ბარონი დებაი გარდაიცვალა 78 წლის ასაკში. როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, ის იყო 44 წლის. მან თავისი ცხოვრების 7 წელი სრულად შეალია საქართველოში მუშაობას. ამ პერიოდის განმავლობაში გადაიღო ასეულობით ფოტო, რომელსაც დღეს შეგვიძლია უნიკალური ფოტოარქივი ვუწოდოთ. ეს ის პერიოდია, აგრეთვე გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, როცა ფოტოგრაფია არც ისე განვითარებული იყო. ბარონ დებაის ფოტოარქივი პირობითად ორ ნაწილად გავყავით. ცალკე შემოგთავაზებთ მაშინდელი ცნობილი ქართველების ფოტოებს. იდენტიფიკაციას აადვილებს ის ფაქტი, რომ დებაი ზოგიერთ ფოტოს საკუთარი ხელით უკეთებდა წარწერას. ამ ფოტოს არსებობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. პირველად მას ჩვენს გადაცემაში ხედავთ. სურათზე 6 თაყაიშვილიცაა. ეს უნიკალური სურათი დებაიმ მე-20 საუკუნის დასაწყისში 1901 წელს გადაიღო. მეორე ფოტოზე უკვე თავად ბარონი დებაიც ჩანს. ის 6 თაყაიშვილისა და მისი მეუღლის ნინოს შორის ზის. ფოტოზე ასახულია სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი ნიკო დადიანი. შესაძლოა ბარონ დებაის ეს ბოლომდე გააზრებული არ ქონდა, რამხელა მნიშვნელოვან ინფორმაციას აფიქსირებდა და უნახავდა შთამომავლობას, მაგრამ ფაქტია, რომ საუკუნეზე მეტი ხანი გავიდა და დღეს უკვე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო. მნიშვნელოვანი წყარო იმიტომ, რომ ბევრი რამ, რასაც ის იღებდა, იყო ქართველთათვის ჩვეულებრივი რამ და როგორც წესი, რაც არის ჩვეულებრივი, იმის შენახვაზე, დაარქივებაზე, დაფიქსირებაზე ნაკლებად ფიქრობ. მისთვის კი ეს ყველაფერი იყო უჩვეულო, ქართული ცეკვა, ქართული ჩაცმულობა, ქართული ტიპაჟები. მისი სურათები ასახავს ყოფა-ცხოვრებას და ბუნებრივ ყოველდღიურ სიტუაციას. შეიძლება ზოგიერთი კადრი მოგეჩვენოთ, რომ ეს რა გადასაღები იყო, მაგრამ მკვლევარისათვის სწორედ ასეთი კადრები ხშირ შემთხვევაში მეტ ინფორმაციას იტევს, ვიდრე ესეთი სალონური ფოტოები.
ისევ როგორც ამ ფოტოზე სხვაგანაც არც თუ იშვიათად ბარონ დებაი თავადაა ასახული. მის აპარატს უკვე ჰქონდა ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა თავადაც მოხვედრილიყო კადრში. აქ ბარონი დებაი იმერეთში წერეთლების ოჯახში იმყოფება, სადაც მის საპატივცემულოდ სადილი გამართეს. თედო სახოკია კიდევ ერთი ცნობილი ქართველი და დებაის პირადი მეგობარი. სახოკია ბარონს თან ახლდა აფხაზეთში მოგზაურობის დროს. დებაის არქივში ქართველი ეთნოგრაფის რამდენიმე ფოტო აღმოჩნდა. ეს სალომე დადიანი მიურატია. ეს ფოტოც დებაიმ თავად გადაიღო სალხინოში. წინა პლანზე ასახული ბავშვი ჯერ ვერ ამოვიცანით. თავადის ქალის ანდრონიკაშვილის ფოტო სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე. ბარბარე შერვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის შთამომავალი. დებაის არქივში მკვლევართათვის ბევრი საინტერესო ფოტოა, რომელთაც მეცნიერული მიდგომა სჭირდება. ცნობილი პიროვნებების გარდა დებაის ობიექტივში უამრავი ადამიანი მოხვდა, შესაძლოა ამ ფოტოებში ვინმემ თავისი წინაპარიც ამოიცნოს. ბევრ ფოტოზე პირების იდენტიფიცირება გრძელდება. ცალკე უნდა გამოვყოთ სასულიერო პირები, რომელთაც დებაი ხშირად უღებდა პორტრეტებს. აქაც უნიკალურ ფოტოებს ვხვდებით. ფოტომკვლევარმა ლუარსაბ ტოგონიძემ დებაის ფოტოებში ბევრი ცნობილი ქართველი ღვთისმსახური ამოიცნო. სასულიერო პირების ამოცნობა შედარებით ადვილია იმით, რომ რადგან ვიცით დრო და ადგილი, ჩვენ თუნდაც არ გქონდეს იმ სასულიერო პირის ფოტო, საბუთებში ხომ დაფიქსირებულია, რომელი მოძღვარი რა პერიოდში მოღვაწეობდა ამა თუ იმ ტაძარში. ანუ თუ არის საუბარი, რომ კარდენახის მოძღვარი, ნახულობთ იქ ვინ არის და შესაბამისად ვადარებთ გამოსახულებას. ანუ შესაძლებელია ადამიანი, რომელიც არის თქვა 52-13 წლის, ესე გამოიყურებოდეს და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ადამიანი, რომლის ფოტოც არ ქონდა, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი გამოსახულება გვაქვს. ბევრი დაემთხვა კიდეც. ანუ ქონდა ფოტო და რომ შევადარეთ, აღმოჩნდა ზუსტად ეს პიროვნება. ეს ფოტო დებაიმ მე-19 საუკუნის ბოლოს სალხინოში გადაიღო. მასზე ასახულია დადიანების მოძღვარი. კახეთში მოგზაურობის დროს გადაღებული კარდენახელი მღვდელი ალექსანდრე ეპიტაშვილი. მღვიმების მონასტრის წინამძღვრის დედა მარიამის ერთადერთი ფოტო. სვეტიცხოველი ბერი ანდრია. ბარონ დებაის ეს კოდაკის აპარატი ჰქონდა, იმ დროისთვის ეს იყო ბოლო სიტყვა ტექნიკის და ძალზედ როგორც ჩანს ძალზედ ისეთი აპარატი იყო, სინათლის აღქმა ჰქონდა დიდი, რაც საშუალებას აძლევდა, რომ დოკუმენტალური კადრები გადაეღო, ანუ მოძრავი ობიექტები. თქვენ იცით იმ პერიოდში, თქვენ აი ძველ აპარატებს აი ეს პრობლემა ჰქონდა, რომ მოძრავ ობიექტების გადაღების დროს იძღაბნებოდა გამოსახულება და ფუჭდებოდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის გამოსახულება, მაღალი ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდილი, რომ აი საუკუნეა უკვე გაუძლო და ჩვენამდე მოიტანა მთელი სიმკვეთრით აი ეს სახეები, გამოსახულებები. უფლის ციხე მე-19 საუკუნის ბოლოს. ასე გამოიყურებოდა ატენის სიონის საუკუნეზე მეტი ხნის წინ, სამთავისი მე-20 საუკუნის დასაწყისი. ბარონ დებაის არქივში უამრავი ეკლესიისა თუ სასულიერო პირის ფოტოს აღმოაჩენთ. ჩვენ განვაგრძობთ ბარონ დებაის ფოტოარქივის ჩვენებას, უკვე წარმოგიდგინეთ ის ფოტოები, რომლებიც ასახავდა ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს. ახლა კი საქართველოს კუთხეები, სადაც იმოგზაურა ბარონმა დებაიმ და გადაიღო უამრავი ფოტო. მათ შორის აფხაზეთში, სადაც 100-ზე მეტი ფოტოა გადაღებული. თუ გაინტერესებთ, როგორი იყო აფხაზეთი 108 წლის წინ, შეგიძლიათ გარკვეული წარმოდგენა ბარონ დებაის არქივით შეიქმნათ. მარტო ამ მხარის ამსახველ 100-ზე მეტ ფოტოს მიაგნებთ კოლექციაში. ფოტოებზე საინტერესო ტიპაჟები არის ასახული, მათ შორის ახალმოსახლეები, რუსები, კაზაკები, აგრეთვე შეიძლება ეგ ბერძნები, ადგილობრივი მოსახლეობა. ამდენად ტიპაჟების გადმოცემის თვალსაზრისით საინტერესოა ეს ფოტოები. განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ მანამდე წყაროში არ იყო ცნობილი, ასეთი რაღაცა არ არის, მაგრამ დასურათების თვალსაზრისით, ყოფისა და კულტურის ჩვენების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფოტოები. შეიძლება რაღაც მომენტები, საცხოვრებლები მაგალითად აფხაზებისა ასე არ არის ნაჩვენები ან ასახული ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში და ამ მხრივ მართლაც საინტერესოა ეს ფოტოები. ეს ვიზუალურად ავსებს იმ ცოდნას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა წერილობითი სახით რა ლიტერატურასაც ვიცნობდით, იმას ასურათებს უბრალოდ და ძალიან საინტერესოა ამ კუთხით. გაგრა, ცნობილი სასტუმრო, გარეხედი და ინტერიერი. აფხაზეთში გადაღებული ფოტოები გამოირჩევა მრავალფეროვნებით.
არის პორტრეტები, პეიზაჟები, შენობა ნაგებობები, რომელიც დღესაც არსებობს, ისეთი ნაგებობები, რომლებიც უკვე დაანგრეულია, ხის ეკლესიები. ბარონ დე ბაის კოლექციაში შეხვდებით მე-19 საუკუნის აფხაზეთის ყოფის ამსახველ კადრებს. ამ ფოტოებში კარგად ჩანს აფხაზების საცხოვრებლები, აფხაზების ტრადიციული მეურნეობა. ჩანს კიდევ ერთი საინტერესო ფოტოა, ეს არის აბაყა. ეს არის ეგრეთ წოდებული სასაფლაო, ჩვეულებრივ აფხაზებს ახასიათებდათ გზის პირებზე თავიანთი მიცვალებულის დასაფლავება და იქ აღმართავდნენ ასეთ პატარა ნაგებობას, ეს იყო ხისგან გაკეთებული, სადაც მგზავრს შეეძლო თავის შეფარება უამინდობისას. გარდა ამისა, მგზავრს შეეძლო იქ მუდმივად მიეღო საკვები, რადგან ოჯახისათვის შეურაცხყოფად ითვლებოდა, თუ იქ საკვები დახვინო, გამოელეოდა. მგზავრს შეეძლო იქ ნაბადი გაეშალა და მერხზე მოსვენებულიყო. აგრეთვე საინტერესოა ის გარემოება, რომ ამ აბაყას ფოტოები მან ძალიან დიდი, ძალიან ბევრი არ არის ცნობილი, სულ იშვიათია ასეთი ფოტოები. საინტერესოა აფხაზების საცხოვრებლების ფოტოებიც. ეს არის გრძელი შენობა, ტრადიციულად ხისგან აგებული, რომელიც გადახურული არის ჩვეულებრივ ისლით. გარდა ამისა, ეთნოგრაფები ბევრ საინტერესოს ნახავენ, ღობეები იქნება ეს თუ აკვანი იქნება. ეგ ერთ-ერთ ფოტოზე არის აკვანი გამოსახული, რომელზეც ამოკვეთილი არის ჯვრები. ბარონ დე ბაის აფხაზეთში მეგზურობა თედო სახოკიამ გაუწია, რომელიც ამ მხარეს კარგად იცნობს. ქართველი ეთნოგრაფი ამ ფაქტს თავის მოგონებებშიც წერდა. აფხაზები, აბაზები, ოსები და აზეგები მიჩნეული არიან პლინის, აფსუებისა და სტრაბონის მიერ დასახელებული ჯიქების შთამომავლებად. ისტორიაში ისინი ნამდვილი სახელით მოხსენიებულნი არიან მხოლოდ მე-6 საუკუნეში, ქრისტიანობის მიღების შემდეგ. ამჟამად აფხაზები წარსულთან შედარებით გაცილებით უფრო მცირერიცხოვანნი არიან. თურქეთ-რუსეთის ომამდე ითვლიან დაახლოებით 150,000 მოსახლეს. ამჟამად მხოლოდ 20,000-ია. ისინი ღარიბები არიან და მათი რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს. თბილისიდან რკინიგზით მივაღწიეთ ბათუმს, საიდანაც სოხუმამდე გემით გავწურეთ შავ ზღვაზე. 12 საათიანი მგზავრობის შემდეგ სოხუმში ვიმყოფებოდით. აფხაზეთის ქალაქები განსაკუთრებით გამოირჩევიან იმით, რომ აფხაზები აქ არ ჩანან. იმის გამო, რომ მათ უკანასკნელ ომში თურქების მხარე დაიჭირეს რუსების წინააღმდეგ აფხაზებს აეკრძალათ სოხუმში და დიდი ქალაქების გარშემო რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ცხოვრება. ამავე მიზეზით მათ აუკრძალეს იარაღის ტარებაც. იმის დასაფიქსირებლად თუ როგორი ვითარება იყო საუკუნეთა მიჯნაზე შექმნილი აფხაზეთში, როგორი მძიმე მდგომარეობა იყო აი ამ რუსიფიკატორული პოლიტიკის გამო, შესაბამისად ანტიქართული და ანტიაფხაზური ბუნებრივია. ეს ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა. იქ აქედან გამომდინარე ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბარონ დე ბაის ნაშრომს აფხაზეთში და იქ დაცულ ფოტო მასალაზე. აქ ყურადღებას იქცევს ტიპაჟები. საინტერესოა აჭარლების საუკუნის წინანდელი ჩაცმულობა, რომელიც დე ბაიმ ბევრ ფოტოზე ასახა. ბათუმი ძველი ქალაქების რიცხვს არ მიეკუთვნება. ეს ბუნებრივი ნავსადგური ოდესღაც მეჩხერად იყო დასახლებული. თურქები და ქართველები წლების განმავლობაში დაობდნენ და რიგრიგობით ფლობდნენ ბათუმს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია, რაც რუსეთს ეკუთვნის. თურქთა გავლენა მეტად დიდი იყო, რადგან მოსახლეობის ნაწილი იძულებული შეიქნა ისლამური სარწმუნოება მიეღო. მაგალითად, ლაზებს ჯერ კიდევ შემორჩათ ეს სარწმუნოება. თურქეთის საზღვართან ბათუმიდან დაახლოებით 80 ვერსის მოშორებით ართვინთან ახლოს მდინარე ჭოროხის სილა შეიცავს ოქროს, ვერცხლსა და სპილენძს. რამდენი გამოუყენებელი სიმდიდრეა ჯერ კიდევ კავკასიაში. დე ბაიმ საქართველოს თითქმის ყველა მხარე მოიარა მაღალმთიანი კუთხეების გარდა. მტკვრის მარცხენა ნაპირი დასახლებული იყო ქართველებითა და სომხებით. ეს არის ძველი ისანი, თანამედროვე ავლაბარი. ავლაბრის ხიდამდე ჯერ კიდევ ბაზრიდანვე მოჩანს მეტეხის ტაძარი,
რომელიც თავზე ამაყად ადგას ციცაბო კლდეს. სამწუხაროდ თბილისში მცხოვრების საქართველოს პირველი მეფეების უძველესი სასახლისაგან მხოლოდ ეზღა დარჩა. ოდესღაც საქართველოს კათოლიკოსების ტაძარი ახლა შევიწროებულია ციხის შენობებისა და კედლებისაგან. თუ შორიდან ის თავისი საუცხოო განლაგებით უდიდეს ეფექტს ახდენს, ახლოდან არქეოლოგების მიერ შეიძლება შესწავლილი იქნეს, როგორც თბილისის ყველაზე უძველესი რელიგიური ძეგლი. შიგნით მისი ამაყი გუმბათი და ძეგლის ღირსშესანიშნავი ხაზები ადრეული საუკუნეების არქიტექტურის მოყვარულთა ღირსეულ აღფრთოვანებას იმსახურებს. მეტეხი ბერძნული სიტყვაა, მეტეოხი, რუსულად პადვორია. მაშინ როცა დებაიმ თბილისში ფოტოები გადაიღო, გოლოვინსკის პროსპექტზე დიდი სამშენებლო სამუშაოები ყოფილა. საუბარს ბარონ დებაის მოგზაურობის შესახებ საქართველოში და ახლა აღმოჩენილი ფოტო არქივის შესახებ და ჩვენ საუბარს განვაგრძობთ კულტურული მემკვიდრეობის კურატორთან, ადამიანთან, რომელმაც დღის სინათლეზე გამოიტანა ეს არქივი და საზოგადოებისთვის გახადა ცნობილი. ჩვენი სტუმარია ქალბატონი ანა ჭეიშვილი, რომელიც უკვე კარგა ხანია მუშაობს ბარონ დებაის მოგზაურობის შესახებ და მის არქივზე. მოგესალმებით ქალბატონო ანა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობა, მადლობა. ქალბატონო ანა, თავდაპირველად იმის შესახებ, რითია მნიშვნელოვანი ეს არქივი და რაც მთავარია, რითია საინტერესო თანამედროვე საქართველოსთვის ის, რაც გადაიღო ბარონმა დებაიმ. ძალიან მნიშვნელოვანი არქივია რამოდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში ფოტოებზე მუშაობისას ამოვიცანით ისეთი პიროვნებები, რომლის არსებობის შესახებაც ცნობილი არის, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა მათი ფოტოები. ანუ ეს ამ მხრივ უნიკალური არქივი არის, რადგან გვაძლევს მათ ფოტოებს. ასევე საინტერესო არის ამ ფოტოებზე, თქვა, ძველი ეკლესიები, ხის ეკლესიები, რომლებიც შემდეგ დროთა განმავლობაში განადგურდა და დაინგრა. მაგალითად, აფხაზეთის შემთხვევაში გვაქვს ჩვენ ხის ეკლესიისა და სამრეკლოს ფოტოები, გადაღებული არის აფხაზეთში და ძალიან საინტერესოა, სწორედ აი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის თვალსაზრისით, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც. გვაქვს კოსტიუმები, სხვადასხვა კუთხის ჩაცმულობა, ძალიან ნათლად ჩანს ამ ფოტოებზე, როგორ იცოდნენ, არის გადაღებული საზოგადო თავშეყრის ადგილები, ძირითადად თქვათ, ესეთი წესი ჰქონდა ბარონ დებაის, რომ მიდიოდა ხალხმრავალ ადგილებში და იქ იღებდა ფოტოებს. ხშირად, თქვათ, ესეთი ადგილები იყო ბაზარი და ტიპაჟებს იღებდა. ასე რომ ჩვენ გვაქვს ამ ფოტოებზე აღბეჭდილი მათი ჩაცმულობა. თქვათ, ის ეთნოგრაფიული მასალა, ის კერამიკა, ის ჭურჭელი, რასაც იქ ხმარობდნენ, რაც იყო ბაზარში გამოფენილი და რაც იყიდებოდა. ამ მხრივ არის საინტერესო. ასევე საინტერესო არის, თქვათ, ის დღესასწაულები, რელიგიური დღესასწაულები, რომლებიც ბარონმა დებაიმ ფოტოზე აღნიშნა, აღბეჭდა. არის მცხეთობა გადაღებული, ალავერდობის დღესასწაული. აქ ამ ფოტოებზე ჩანს, როგორ მოდიან მოსალოცად სხვადასხვა რეგიონიდან ეკლესია მონასტრებში. ასევე ჩანს ხალხური დღესასწაულების დროს, თქვათ, ცეკვა თამაშობა. არის ძალიან საინტერესო მომენტები ამ ცეკვის დაფიქსირებული და აი ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ იმით, რომ კარგად ნათლად გვიჩვენებს მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნის საქართველოს. ეს ის პერიოდი არის, როდესაც უკვე ბევრი რამ იცვლება საქართველოში. თვითონ დებაიც აღნიშნავს, რომ თქვათ, დანანებით აღნიშნავს ქართულ ტრადიციულ სამოსთან დაკავშირებით. ის წერს, მოდის დემონმა აქაც შემოაღწია და ყველაფერი გააჩანაგა. ანუ ეს უკვე ის პერიოდი არის, როდესაც ევროპულ ჩაცმულობაზე გადადიან ქართველები და სამწუხაროდ აი ეს ტრადიციული ჩაცმულობა, ფორმები, ეს ყველაფერი იკარგება. ის ძალიან დაინტერესებული იყო ამითი და ხშირად მთელი აი კოსტიუმების მხრივ სერიებიც აქვს, ფოტოსერიები გადაღებული. მაგალითად, განსაკუთრებით აღფრთოვანებული იყო ყაბალახით და აქვს სერიები ფოტოების გადაღებული, სადაც მიუთითებს, რომ ყაბალახის მოხვევის ძალიან ბევრი წესი არსებობდა. ჩემი მომდევნო შეკითხვა ეხება იმას, თუ როგორ აღმოაჩინეთ ეს არქივი, როგორ მიაგენით მას პარიზში, აი ამის შესახებ რომ მოუთხროთ ჩვენს მაყურებელს.
2008 წელს მე მუშაობდი არქეოლოგიურ კოლექციებზე კებრანლის მუზეუმში და სწორედ მაშინ, როდესაც არქეოლოგიურ კოლექციებზე მუშაობდი, მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა ჟან-პიერ მოენმა, შემომთავაზა შემესწავლა ეს კოლექცია, როგორც მიმითითა 2006 წელს მათ შეიძინეს აუქციონზე ფოტოკოლექცია. და მქონდა ესეთი მცირე დრო, რომ უბრალოდ თვალი გადამევლო ალბომებისთვის და შემომთავაზეს, რომ იქნება თქვენი მხარე არის იყოს ამ ალბომებში, იქნება ამოიცნოთ რაღაც დეტალები ან ეკლესიები და ტაძრები. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო პირველად ამ ალბომების ნახვა. პირველი რაც გადავშალე, რაც ხელში მომხვდა, პირველი ალბომი ეს იყო აფხაზეთის ალბომი. 1903 წელს ბარონმა დებაიმ იმოგზაურა აფხაზეთში და 100 მეტი ფოტო ამ კოლექციიდან დათმობილი აქვს აფხაზეთის პეიზაჟებს და მოსახლეობას. ეს საოცარი შეგრძნება იყო, როცა ხედავ, თქვათ იგივე ტაძრებს, იგივე ადგილებს, რაც თქვათ ბავშვობაში გვაქვს ნანახი. ახლა ჩვენ უკვე ძალიან ბევრი რამ ვნახეთ, ძალიან ბევრი ფოტო ვნახეთ, არსებობს სხვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საქმიანობდა ბარონი დებაი საქართველოში, მაგრამ საინტერესოა დღევანდელ დღემდე რა ვიცოდით ამ ფოტოების შესახებ. ვიცოდით ის, რომ სადღაც არსებობდა და საჭირო იყო მიკვლევა, თუ საერთოდ არაფერი არ იცოდა ამ ფოტოების არსებობის შესახებ საქართველოში, ქართველ მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც დაინტერესებული იყო იმ პერიოდით და არის დაინტერესებული იმ პერიოდით და ქართულ-ფრანგული ურთიერთობებით. იცით, მცირე ინფორმაცია იყო ამის შესახებ, რომ ის იღებდა ფოტოებს. თავისი ყოველი მოგზაურობის შემდეგ საფრანგეთში დაბრუნებისას ის წერდა წიგნს საქართველოზე, ან საქართველოს იმ კუთხის შესახებ, სადაც მან წინა წელს იმოგზაურა, თან ურთავდა მის მიერ გადაღებულ ფოტოებს და აქვეყნებდა. ეს არის მცირე ფორმატის წიგნები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. და აქ ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ დებაი არ გადმოსცემს უბრალოდ თავისი მასპინძლების მიერ მოყოლილ ისტორიას, თქვა საქართველოს ისტორიას. ან მხოლოდ იმას არ გადმოსცემს, როგორც წარუდგენდნენ მას ამ ქვეყანას. იქ ძალიან ნათლად ჩანს მისი პირადი დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ. ამ წიგნებში არის ფოტოებით არის ილუსტრირებული, ოღონდ აღსანიშნავია ის, რომ ეს არის ძალიან მცირე ნაწილი, თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმ კოლექციას, რაც ახლა აღმოჩნდა, აი სწორედ იმ დიდ კოლექციასთან შედარებით, ეს სრულიად უმნიშვნელო მცირე ნაწილი არის, რაც იბეჭდებოდა მე-19 საუკუნის ბოლოს ამ წიგნებში. ამ ხრივ ძალიან საინტერესო არის სწორედ ის, რომ ეს კოლექცია სრულად ასახავს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ აქაც ეს სრული კოლექცია არ არის. თუ აფხაზეთის შემთხვევაში თქვათ, გვაქვს სრული კოლექცია ის, რაც მან გადაიღო აფხაზეთში, ჩვენ ვიცით, რომ დებაიმ კიდევ სხვა კუთხეებშიც იმოგზაურა და იმედი მაქვს, რომ აი სწორედ ამ საკითხს ეხება ჩემი მომდევნო შეკითხვა, ცნობილია თუ არა უკვე ყველაფერი, რაც ბარონმა დებაიმ გადაიღო ან დაწერა საქართველოს შესახებ. თუ კიდევ არსებობს რაღაც მასალა, რომელიც შეიძლება სადღაც არქივში ინახება, მაგრამ დღეს ამის შესახებ არ ვიცით და კიდევ კვლევაა საჭირო და გაგრძელება ძიების, რომ რაღაც ინფორმაცია, ან ფოტომასალა, ან წიგნები, რომელიც დებაის შეიძლება ქონოდა დაწერილი საქართველოს შესახებ, შესაძლოა სადღაც არსებობს ასევე არქივებში ან მუზეუმებში. ამის იმედი გვაქვს. მე პირადად ამისი დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ მივაკვლევთ იმ ფოტოებს, რომლებიც ამ კოლექციაში არ არის მოხვედრილი. ასევე თქვათ ხელნაწერთა ცენტრში დაცული მისი წერილებიდან ჩანს ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. იგი წერდა წიგნს ქართულ ქალებზე. თავის მეგობრებს, ქართულ მეგობრებს უგზავნიდა წერილებს, სადაც ერთ-ერთ წერილში აღნიშნული არის, რომ მადლობას უხდის მათ მოწოდებული ინფორმაციის შესახებ და აღნიშნავს, რომ წერს წიგნს ქართულ ქალზე. თუმცა, როცა გადავხედოთ ბარონ დებაის მიერ გამოქვეყნებული წიგნების ბიბლიოგრაფიას, იქ ეს წიგნი არ არის. ანუ ეს წიგნი არ გამოქვეყნებულა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც არის რომელიმე არქივში
დაცული მისი ჩანაწერები რითაც ის ამ წიგნს ამზადებდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მივაგნებთ და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იქნება. რატომ იყო საფრანგეთისთვის, საფრანგეთის მაშინდელი მთავრობისთვის და პირადად ბარონ დებაისთვის ასეთი საინტერესო საქართველო, რომ წლების განმავლობაში ჩამოდიოდა ხოლმე საქართველოში. გასაგებია, რომ ის მოგზაურობდა მთლიან რუსეთში, რომლის ნაწილი იყო მაშინ ჩვენი ქვეყანა. მაგრამ შეინიშნება ერთი საინტერესო ტენდენცია, რომ 1897-დან 1903 წლამდე ის ყოველ წელს ჩამოდიოდა საქართველოში, წერდა წიგნებს და იღებდა ასეთი რაოდენობით ფოტოებს. რამ განაპირობა ეს ინტერესი საქართველოს მიმართ? 19 საუკუნეში დაინტერესებული იყო უცხო ქვეყნების აღმოჩენით. პერიოდული პრესა გამოდიოდა საფრანგეთში, რომელიც დეტალურად აღნიშნავდა ფრანგი მოგზაურობის შესახებ, აქვეყნებდა მათ დღიურებს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ. ასე რომ ეს შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთის მთავრობის პოლიტიკაც იყო უცხო ქვეყნების აღმოჩენა. თვითონ ბარონ დებაის რაც შეეხება, ეს ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ მისი მოგზაურობა საქართველოში მაინც განსხვავდება სხვა მოგზაურების ჩამოსვლასთან შედარებით. იგი საერთოდ რუსეთით ინტერესდება, რუსეთის იმპერიით ინტერესდება 1890 წლიდან, როდესაც ჩადის მოსკოვში გამართულ საერთაშორისო არქეოლოგიურ ყრილობაზე. და თუ მანამდე იგი საფრანგეთის არქეოლოგიას სწავლობდა, უკვე 1890 წლიდან ინტენსიურად იწყებს რუსეთის იმპერიაში არქეოლოგიურ გათხრებს, ის მოგზაურობს ძალიან ბევრს და მისი პირველი ჩამოსვლა საქართველოში შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ მისთვის ბედნიერი შემთხვევითობაც იყო. 1897 წელს მას ჰქონდა ექსპედიცია ციმბირში, ორთვიანი ექსპედიცია. და შემდეგ გრაფმა სერგეი შერემეტიევმა მიიპატიჟა მოსკოვის მახლობლად თავის რეზიდენციაში მიხაილოვსკოეში. და აქედან შემდეგ დებაი დაპატიჟა კარდენახში. ჰქონდა გრაფ შერემეტიევს თავისი მამული. და სწორედ აი ესეთი მეგობრული ვიზიტის შემდეგ მოიხიბლა ბარონ დებაი საქართველოში, იმიტომ რომ 1897 წელს ის 2 თვეს ატარებს საქართველოში. რჩება კარდენახში, ესწრება რთველს, შემდეგ მოგზაურობს დასავლეთ საქართველოში, ჩადის ბათუმში და როცა ბრუნდება საფრანგეთში, ეროვნულ არქივებში აქ არის დაცული ბარონ დებაის წერილი, რომლის მიხედვითაც იგი თხოვს სახალხო განათლების მინისტრს, რომ მისცეს ოფიციალური მივლინება კავკასიაში საქართველოს აღმოსაჩენად. პირველივე წიგნში, რომელსაც ის საქართველოს შესახებ აქვეყნებს, იქ ჩანს მისი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. იცით, ის ჩამოდის საქართველოში როგორც რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილში, ერთ-ერთ გუბერნიაში, ერთ-ერთ მხარეში, მაგრამ მისი დამოკიდებულება უკვე როცა ეცნობა ამ ქვეყანას, აბსოლუტურად განსხვავებული ხდება ამ ქვეყნის მიმართ. ეს არა მხოლოდ ხაზებს შორის იკითხება მის წიგნებში, არამედ ის პირდაპირ წერს. ძალიან საინტერესოდ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის აღნიშნავს, რომ რუსეთი ეს არის უფროსი და საქართველოსთვის, რომელმაც თქვათ იგი შეიფარა და ასე შემდეგ. ყოველთვის აღნიშნავს, რომ ქართველები თუნდაც ქრისტიანობის გავრცელების დროს ისინი ავანგარდში იყვნენ რუსეთთან შედარებით და ასევე ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით და მათ პირველობა მიიღეს ქრისტიანობა. ასე რომ მისი პირადი დამოკიდებულება ითამაშა ძალიან დიდი როლი იმაში, რომ შემდეგ უფრო ინტენსიურად ჩამოსულიყო საქართველოში. აი თქვენ საუბრობდით ბარონ დებაის ურთიერთობაზე და დაინტერესებაზე საქართველოსთან, ურთიერთობაზე საქართველოში სხვადასხვა ცნობილ ადამიანთან. მე მაინტერესებს რა სახის იყო ეს მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა, როგორი იყო ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელსა, ექვთი მეთაყაიშვილს, თედო სახოკიასა და ბარონ დებაის შორის. აი რა ურთიერთობა იყო ეს, რა საქმიანი ურთიერთობა, აი ამის შესახებ რომ მოუთხრო ჩვენს მაყურებელს. მისი პირველი ჩამოსვლისთანავე ივერია, გაზეთი ივერია ეხმაურება ამ ფაქტს და წერს სტატიაში, რომ საფრანგეთიდან ჩამოსვლა ბარონი დებაი, რომელსაც სურს საქართველოს გააცნოს ევროპელებს. და სტატიის ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ
ეს საქმე, ანუ საქართველოს გაცნობა ევროპელებისადმი კარგი მეცნიერის ხელში არის და იმედი გვაქვს, რომ თქვათ დაინტერესებს ევროპელებს აი ამ ქვეყნით. ილიასთან და აკაკისთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა. ეს იყო მეგობრობაც, ეს იყო პარტნიორობაც, საქმიანი ურთიერთობაც, იმიტომ რომ მათგან ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას იღებდა საქართველოს შესახებ. შემდეგ თავის წიგნებში, მაგალითად, ბარონი დებაი თარგმნის კიდევაც ილიას და აკაკის ლექსებს, რამდენიმე ლექსს თარგმნის ქართულიდან ფრანგულად და აქვეყნებს თავის წიგნებში. ძალიან პოეტურად აღწერს მათთან მეგობრობას, მათთან შეხვედრებს. ასევე ცნობილია, რომ ილიამ ბარონ დებაის გაუმართა საღამო კაფე ფანტაზიაში, რომელიც მაშინ ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარეობდა, მდინარე ვერეს ხეობაში. და ისინი, თქვათ, აი ეს საღამო, ამ საღამოს შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა მაშინდელ პრესაში და თქვათ იმ სადღეგრძელოს შესახებაც, რომელიც ბარონმა დებაიმ წარმოთქვა ილიას მიმართ. საერთოდ მაშინდელი პრესა აქტიურად ადევნებდა თვალს ბარონ დებაის არამხოლოდ საქართველოში მოგზაურობას, არამედ მის მეცნიერულ მოღვაწეობას და ასევე იმ კონფერენციებს, რასაც ბარონ დებაი შემდეგ უკვე საფრანგეთში ატარებდა. მაგალითად, ცნობილი არის თედო სახოკიას წერილები, როდესაც იგი დაესწრო საფრანგეთში ბარონ დებაის მიერ ჩატარებულ რამდენიმე კონფერენციას და ამ კონფერენციის ანგარიშები გამოაგზავნა თბილისში. თვითონ თედო სახოკია მეგზურობას უწოდდა ბარონ დებაის აფხაზეთში მოგზაურობისას. მასთანაც ძალიან ისეთი კარგი მეგობრობა აკავშირებდა და ასევე დაცული გვაქვს მათი წერილები. როგორ ეხმარებოდა თედო სახოკია მაგალითად სხვადასხვა წიგნების თარგმნაში. ასევე არის შემონახული ბარონ დებაის წიგნებში, თქვათ, ლეგენდები, ქართული ლეგენდები, რომლებიც მას 6 მეთაყაიშვილმა გააცნო. კაბატონო ანა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ საინტერესო საუბრისთვის. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო, ჩვენთან საუბრობდა ბარონ დებაის ფოტოარქივის შესახებ კაბატონი ანა ჯეიშვილი. დღევანდელი გადაცემა, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ საფრანგეთიდან, პარიზიდან, ამით დასრულდა. გემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს 9 საათზე, რა თქმა უნდა, პირველ არხს.